ხვალინდელი main event-ი უკვე ოფიციალურია. ორივე მებრძოლმა წონა წარმატებით ჩააბარა. და მე გეტყვით ახლა ჩემს სამ საუკეთესო ფიქს, რომელიც უეჭველი მგონია რომ წამოვა. მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ მთლიან კარტს და ნახოთ ჩემი ფიქები, უფრო დაწვრილებით თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ ჩემს YouTube არხზე, მაქვს პროგნოზები გაკეთებული და ბრძოლები განხილული დეტალურად, SosoPix MMA-ზე betting ფიქებიც ძალკე მაქვს გაკეთებული, შეგიძლიათ ნახოთ. ახლა კი ჩემი სამი most confident ფიქი დავიწყოთ პირველი ბრძოლით, რომელიც არის პრელიმებში. ჟოზე დელანო გააკეთებს თავის დებიუტს ხვალ UFC-ში რობერტ რუჰავას წინააღმდეგ და ეს ბრძოლა აუცილებლად იქნება 4-5 რაუნდზე მეტი. რუჰავამ რომ დელანო დააფინიშოს, მაგის ძალიან დაბალი შანსია და პირიქითაც მგონია რომ რუჰავა ძალიან გამძლეა და გაუძლებს დელანოს და ეს ბრძოლა მივა გადაწყვეტილებამდე. ჩემი მეორე ფიქი იქნება ითენ იუინგი რაფაელ ესტევამის წინააღმდეგ. იუინგმა თავის დებიუტში უელმეიკერის წინააღმდეგ გვანახა თუ რა მაგარი მებრძოლია. ის არის უმაგრესი მოკრივე, რომელიც მიქსავს თავის სტილს და ტეიქდაუნებზე ჩედი. ხოლო ესტევამი არის ერთპიროვნულად მოჭიდავე და გრეპლერი, რომელიც flyweight-დან ამოდის ახლა bantamweight-ში. სულ უჭირდა flyweight-ში წონის ჩაბარება და UFC-ში სამი ბრძოლიდან ორჯერ ჩაგდებული აქვს წონა, აგერ bantamweight-ში ამოვიდა და აქაც ვერ ჩააბარა 9 პაუნდით გადაცდა. აჩქარად პრობლემები აქვს ამ კაცს წონასთან. იუინგს ვენდობი რომ დაიცავს თავს ტეიქდაუნებისგან და მარტივად მომეცით ეთან იუინგი ამ დაპირისპირებას. ბოლო ჩემი მესამე ფიქი იქნება main event-დან, მომეცით კრის დანკანი მოიკანოს წინააღმდეგ. თავის პრაიმში ახლა კრის დანკანი და კარიერულ პიკს აღწევს, ხოლო მოიკანო ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოდის და ის მებრძოლი არ არის, ვინც 2-3 ბრძოლის წინ იყო. მოიკანომ უკვე მიაღწია იმას, რაც უნდა და უკვე იჩხუბა კამარზე და ახლა თავის ადგილს გადმოულოცავს კრის დანკანი.